ახალი პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს ყრილობისთვის ემზადება. მოძრაობის ლიდერები მხარდამჭერებს უკვე შეხვდნენ და ცვლილებებისთვის საჭირო ნაბიჯებზე მათი აზრი მოისმინეს. ვისთან აპირებენ თანამშრომლობას ვიქტორ ყიფიანი ჯერ არ ამბობს, თუმცა ვიცით ის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სალაპარაკოდ მზად არიან ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან. მოძრაობის წევრები რიგითი მოქალაქეების სტატუსით უერთდებიან 26 მაისის აქციასაც. როდის გარდაიქმნება მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად, ნინო ელიკაშვილი ამ თემით პირდაპირ ეთერში. პოლიტიკურმა ინიციატივამ ჯერ საქართველოსთვის, რომელიც დაახლოებით ერთი თვის ვადაში დარეგისტრირდება როგორც პოლიტიკური პარტია, პირველი შეხვედრა გამართა მხარდამჭერებთან და სწორედ ვიქტორ ყიფიანმა გააცნო სამომავლო გეგმები შეხვედრაზე მისულ ადამიანებს. აქ საინტერესოა თუ რა პოლიტიკური გეზი აქვს და როგორ ესახება ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკური ინიციატივას, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და საინტერესოა თუ ვისთან აპირებენ თანამშრომლობას ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკურ ინიციატივაში. აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს თუ პარტიას შეხვდნენ სალაპარაკოდ და განიხილონ ისეთი საკითხები, რომელიც მაგალითად უკავშირდება ქვეყნის ევროინტეგრაციას, რაც შეეხება მაგალითად ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანებას და გაერთიანებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ჯერჯერობით ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და არც განიხილება. რაც შეეხება 26 მაისს დაანონსებულ ოპოზიციური ალიანსის მხრიდან საპროტესტო ცვლილებას, აქ ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკური ინიციატივის ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა არა ინიციატივის სახელით, არამედ ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე. ხვდებით იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოხატეს მზაობა შემოერთენ ჯერ არ დაარსებულ პარტიას ჯერ საქართველო. ამიტომ გვაინტერესებს ამ შეკრებაზე გავიგოთ როგორი არის მათი განწყობა. ჩვენ ხშირად გვითქვამთ ჩვენს გამოსვლებში, რომ ეს ქვეყანა უნდა ეფუძნებოდეს თანამესაკუთრეობას და შესაბამისად მომავალ პარტიაშიც ვფიქრობთ, რომ თანამონაწილეობა რომ არავინ არ იყოს გარიყულად პარტიაში და ყველამ საკუთარი როლი ბუნებრივად იპოვოს, აი დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მხრივ პოზიციათა მოთელვას ემსახურება. თუ თქვენ მეკითხებით სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობაზე, ჯერჯერობით თვლით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა რესურსი განვითარებისათვის, ამიტომ რაც შეეხება გარე კავშირებს უფრო ინდივიდუალურ დონეზე, ვინაიდან გვაკავშირებს ყველასთან ერთი დღის წესრიგი, ამ ქვეყნის გაჯანსაღება, განორმალურება. ამ ეტაპზე ჯგუფში ერთიანი პოზიცია ალიანსში წევრობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არის. მოვიდა დრო იმისა, რომ დადგეს დიდი ცვლილებები, აი პრინციპში ჩვენი გუნდისთვის ეს დრო, ეს მომენტი ისტორიული გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპო. ეტყვით, რომ 26 მაისს რაღა თქმა უნდა, ოღონდ ინდივიდუალურ დონეზე, მოქალაქეობრივ დონეზე, ასე მაგალითად მე ნამდვილად დავესწრები ამ ღონისძიებას, იმიტომ რომ 26 მაისი, რომელიც გახლავთ საყოველთაო ზეიმი, მისი ამ ზეიმის მიმღეობა, რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობის სურვილი ნამდვილად გამაჩნია. ჯერ საქართველოს არის როგორც მოგეხსენებათ პოლიტიკური ინიციატივა, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული ძალიან ნათელი გეგმა, საიმიცოდ რომ დავრეგისტრირდეთ როგორც პოლიტიკური პარტია და შესაბამისად მივიღოთ მონაწილეობა ყველა იმ პოლიტიკურ პროცესში. არჩევნების ბუნებრივია ჩათვლით, რაც იქნება ამ ქვეყანაში. ჩვენ როგორც პარტია მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ მე ყველა პარტიის ან მოძრაობის მონაწილე არის თავისუფალი საკუთარ გადაწყვეტილებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრნი ვიქნებით 26-ში. პირადი მეგობრული კავშირები გვაკავშირებს, რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანთან, რომელიც არის სხვადასხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიაში, მაგრამ თუ როგორ ჩამოყალიბდება ჩვენი ურთიერთობები სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან, ამას მომავალი გვიჩვენა. პოლიტიკაში საერთოდ არასდროს არაფერი არ უნდა გამორიცხო. ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკური ინიციატივა, პოლიტიკურ პარტია დაახლოებით ერთი თვის ვადაში გარდაიქმნება. ყიფიანი განმარტავს, რომ მთავარი იდეა ეფუძნება პროფესიონალიზმს, რომ ქვეყნის სათავეში მოვიდნენ პროფესიონალი ადამიანები საკუთარი საქმის და პრინციპში მათ